შენ ჩემში და ყველაში ჯერ უნდა ხედავდე ღმერთს და მე რადგან ეს არის ჭეშმარიტი მე შენ არ გაძლიერებ ღმერთი გაძლიერებს შენ მე არ მაძლიერებ ღმერთი მაძლიერებს მე შენი სახით ღმერთი გვაძლიერებს ჩვენ და ღმერთი გვაკეთებინებს ყველა საუკეთესოს რასაც ვაკეთებ ამიტომ პირველ წყარო არის უფალი დასვი ეს წერტილი ერთხელ და სამუდამოდ მე შეგახსენეთ სახლში რა ხდება ზემოთ სახლში როცა ერთი სული მეორეს ლოცავს ან როცა ერთი სული მეორეს მადლობას უხდის იქ ჩანს ყველაფერი და იქ პირველ რიგში ერთი სული მეორე სულს მადლობას უხდის უფალს რადგან უფალია ჯერ იქ უფალი ჩანს ჯერ და მერე სულს ანუ სულის სამყაროში მაღალი იერარქიაში მადლიერება იქნება ეს თუ ყველა მოვლენა კავშირშია პირდაპირ ღმერთთან ღმერთია ყველგან და ყველაფერში და პირველ წყარო პატივი პირველ წყარო ყველაფერი მიდის უფალთან რადგან უფალია იქ შენ ამ თვალებით ვერ ხედავ უფალს ხედავ ადამიანის სხეულს მაგრამ ჭეშმარიტში არის უფალი მაღალ იერარქიაში ადამიანები ერთმანეთში ლოცავენ და მადლიერებას უხდიან და ამ ყველაფერს გამოხატავენ უფალთან რადგან უფლიდან მოდის და ეს პირდაპირ ჩანს იქ და ნახე შენ თუ ამას დედამიწაზე ვერ ხედავ და მე მიხდი მადლობას ჯერ და მე გახსენდება უფალი ან საერთოდ არ გახსენდება ეს არის დიდი პრობლემა შენ ადამიანს აყენებ უფალზე წინ ფაქტით გინდა ეს თუ არ გინდა ვერ აცნობიერებ თუ აცნობიერებ და ეს გეთვლება ცუდად და თქვენ რატომ აკეთებთ ამას მაგალითად ან ჩემთან რატომ მოდიხართ და გიორგი უდიდესი მადლობა გიორგი ის ანუ მე რატომ ხედავ შენი აზრით იმიტომ რომ ამას მიგაჩვიეს რომ განადიდოთ სულიერი მოღვაწეები ამას მიგაჩვიეს და კითხვა არ დაგისვამს ცხოვრებაში და არც სულიერ მოღვაწეს უთქვამს ეს ჯერ ღმერთი და მერე მეო და ეხლა ისეთ თემას შევეხები რომელიც სულიერი მოღვაწეებიც ისეთ ცოდვაში არიან თავადაც ვერ აცნობიერებენ შენ ჩემთვის და მე შენთვის უნდა ვიყო როგორც შენი ძმა მეგობარი ისეთი რომელთანაც გულღიად ისაუბრებ არ მოგერიდება რაღაცეების თქმა არ გეფიქრება იმაზე რომ განმსჯის როგორც ძმა მოგისმეს კარგი მეგობარი ისე უნდა ვიყო მე შენთვის და შენ თუ სადღაც ტრაპეზონში დამაყენე პედისტალზე და ბნელეთის მდგომარეობაში დამაყენე ამით მე რანაირად უნდა დაგეხმარო შენ ელემენტარული თავმდაბლობა არ მყოფნის ესე გამოდის და შენც არ ყოფნის გაცნობიერება რომ როგორც გლეხი ისე უნდა დამელაპარაკო როგორც აი თოხნის და ბაბუა როგორც აი ბაბუას დაელაპარაკები აი როგორც გლეხის ბიჭს დაელაპარაკე უბრალოებით ყველაფრით სუფთად ამას უნდა აკეთებდეთ სულიერ მოღვაწეებთან ამაზე ზემოთ გლეხზე ზემოთ არც ერთ სულიერ მოღვაწეს არ უნდა აყენებდეთ პატრიარქს მით უმეტეს რაც უფრო მაღალი აქვს ჩინი სულიერ მოღვაწეს მით უფრო უბრალოებაში უნდა იდგეს ის მიხვდით რას გიხსნით რომ მან შეძლოს შენში მყოფადობა შენ რომ დაგეხმაროს და ღვთიურობაში რომ იყოს და ღმერთთან რომ იყოს ხოლო ვინც ღმერთს ართმევს დიდებას და თავის თავზე გადააქვს ის არის ბნელის მდგომარეობაში მას ეს უნდა არ უნდა ისქნა ესქნა არა აქვს მნიშვნელობა ამას აკეთებს შენ თუ მე სადმე მაყენე შენზე მაღლა ან რამეში მაღლა და არ მიყურებ როგორც აი ბიძია და ან ძმა რომელიც ლაღად გიცინის ანუ სადღაც თუ მაყენებ შენ მე ამით შეურაცხყოფას მაყენებ ეს არის შენი მხრიდან ჩემი შეურაცხყოფა შენ შეურაცხყოფ ჩემს თავმდაბლობას მაგით მაგრამ არ გესმის ეს და მე ამაზე არ მაქვს ცუდი რეაქცია მე ყოველთვის ვუხსნი ეხა ისეთ თემაზე მივდივარ აი რა შეცდომებს უშვებენ სულიერი მოღვაწეები და რა ცოდვაში არიან ჩაქვესკნელებული ამას აგიხსნით ჩემთან მოდიან ადამიანები და მეუბნებიან გიორგი უდიდესი მადლობა ღვთისკაცი ხარ და მორჩა მეტი არაფერი არ უთქვამს ყოველ ამ ნათქვამზე არ არსებობს რომ რომელიმეს ნათქვამი ჟარგონის ენაზე ვიტყვი რომელიმეს ნათქვამი გაუმაზო გამოუტოვო არ არსებობს რატო იმიტომ რომ ადამიანი შენთან რომ მოდის და არ იცის როგორ გითხრას და თავის მთელი გულით გეუბნება ეს მთელი გულით უნდა მიიღოს სიყვარული და უკან უნდა უპასუხო ყოველთვის შვილო ჯერ უფალს უთხარი მადლობა მერე შენ თავს და მერე მე ანუ ყოველთვის უნდა მოხდეს ამის კორექტირება თითოეულ ნათქვამზე ვინც არ უნდა მოვიდეს და ერთიც რომ გაატარო შენ ვარდები კოშმარ ცოდვაში რადგან ამ მომენტში შენ ღმერთს წაართვი დიდება რადგან ის დიდება ეკუთვნის ღმერთს აბა მე ვინა ვარ მე ამ ცოდნებს რომ ვინა ეს ცოდნები მე ვარ სერიოზულად ფიქრობ რომ მე ვარ ეს ცოდნები სასაცილოდაც არ მყოფნის თუ ვინმეს გონია რომ მე ვარ ეს ცოდნები და მე მეკუთვნის ეს მადლიერება ან ვინმე მოძღვარს ეკუთვნის ის მადლიერება თუ აკეთებს რამეს კარგს ან ნებისმიერ ადამიანს ეს არის სასაცილო ესე თუ ფიქრობთ და ცრუ და ნახეთ თითოეულ კომენტარსაც კი ვპასუხობ ჯერ უფალი მერე მე ყველას ვპასუხობ ამას განურჩევლად რატომ იმიტომ რომ ესეთი ნათქვამი არის კონტრაქტი რომ აბა შენს თავს დააყენებ წინ და მერე ღმერთს და შენ ამას უკორექტირებ ადამიანს და თან თუ არ ასწავლი სწორად რომ შვილო ესაა მართალი ჯერ ღმერთი მერე შენ რომ ეს გააკეთე და მერე მე ამას თუ არ ასწავლი შენ იღებ იმ ბნელის კონტრაქტს ცუდ კონტრაქტს აწერ ხელს რომ ჯერ მე და მერე ღმერთი ანუ ამას აწერ ხელს ამაზე რეაქცია
რეაქცია რომ არ გაქვს. აი ვიღაცამ ეხა ფეკალიები რომ შემოგაყაროს და რეაქცია არ გქონდეს. ხო მიიღებ ამას. იგივე აქაც. ადამიანი მოდის და მთელი გულით გეუბნება, რადგან ესასწავლეს. მადლობა შენ რა დიდებული ხარ, შენ დიდი მადლობა, რომ გადაარჩინე, ღმერთმა გადაარჩინა შენი საკითხი, აზრები მოგაწოდა და ღმერთი მოტეხე. და თითოეულ ამ ნათქვამზე ერთია 10,000 ჯერ გაქვს მონატეხი ღმერთი, ისე რომ გაფიქრებული არ გაქვს ამაზე და ეს 10,000 ცოდვა გადევს ზურგზე. და მერე გიკვირს, რატო ვერ ხარ ღმერთთან კარგად? ღმერთთან იმიტომ ვერ ხარ კარგად, რომ აი ესე ტექნიკურ შეცნობებს უშვებ, რომელზეც უბრალოდ უნდა დაფიქრდე. თითოეულ მასეთ შემოთავაზება აზრ კონტრაქტზე უნდა განუცხადო ადამიანს, რომ სიყვარულით თან ბრაზით კი არა, შვილო ჯერ ღმერთი და მერე შენ და მერე მე. მადლობა. ღმერთს იმიტომ რომ ღმერთისგან მოდის ეს ცოდნა, მადლობა შენ იმიტომ რომ შენ ცდილობ ღმერთს მოусმინო და მერე მე მადლობა რომ გადმოგეციეს ღმერთის ხმა. და მადლობა უნდა მოვიხადო მე, რომ მომცა ღმერთმა ეს მადლი რომ შენ დაგეხმარე. ამით ერთმანეთს დავეხმარეთ. ეს არის კანონები, რომელიც შენ უნდა დაიცვა სულიერებაში. ვიღაც რომ მოდის შენთან და გეუბნება მადლობა შენ მე გადამარჩინე, შენ რანაირად გადაარჩინე. ერთი გაუცნობიერებელი სული ხარ, რომელმაც არ იცის საერთოდ არაფერი და ღმერთი აწვდის თავში აზრებს. შენ რანაირად გადაარჩინე ამ მადლობას რომ იღებ. შენ რატო იღებ მაგ მადლობას პირველ წყაროდ? შენ ღმერთთან უნდა გააგზავნინო ამ ადამიანს ეს მადლობა უნდა ჩაუკორექტირო თითოეულ ნათქვამზე, თითოეულ გაჟღერებაზე. კომენტარშიც კი რომ დაგიწერო და შენ ესეთ რამეს არ აკეთებ. და 1000-ობით და 10,000-ობით ესეთი მადლობა გაქვს მიღებული და ღმერთი არ გახსოვს. და გონია ღმერთი გახსოვს ლოცვით. ლოცვით კი არა, მაგ დროს უნდა შეახსენო ადამიანს უნდა შეახსენო. რაღაც არასწორად რო აშღერებს შენს მიმართ, ჯერ ცოდვაში გაგდებს შენ და თავის თავსაც ცოდვაში იგდებს. ამ ნათქვამით და ცოდვაში რომ იგდებს ამ ნათქვამით ეს ადამიანი იმასაც ვერ შველი და ვერ ჩენ თავს შველი და დღეიდან მიირთვი ეს ცოდნა. მოძღვარო, სულიერო მოღვაწე, ადამიანებო, მიირთვით ეს ღვთიური ცოდნა და ადამიანს კი არ გადაუხადო მადლობა, უფალო მადლობა, მადლობა შენ თავს და მადლობა მოძღვარო, მადლობა სულიერო მოღვაწე. შენ რაც არ უნდა სუფთაში ცხოვრობდე, შენ ისეთ კანონს არ ღვევ, რომელსაც არ უნდა არ ღვევდე. ანუ ეს არის სერიოზული კანონის არღვევა შენ რომ ღმერთზე მაღლა აყენებ ამით თავს. ხო, აბა რას აკეთებ? ადამიანს შეეშალა და არ შეახსენე. შენი მოვალეობაა ეს, როგორც სულიერი მოღვაწის. არ შეახსენე ღმერთი, შენ სულ ღმერთს უნდა ახსენებდე ადამიანს. ცუდად გეთვლებათ, მოძღვრებო და სულიერო მოღვაწეებო ეს. და უბრალო მოქალაქეებო, ცუდად გეთვლებათ ეს. ღმერთი იყოს ყოველთვის პირველ წყაროდ, როცა მადლიერი ხარ. იმ ადამიანს თუ ავიწყდება უფალი და პირველ ადგილზე გაყენებს შენ, შენი მოვალეობაა შეახსენო მას, ვინ არის პირველ ადგილზე სამყაროში. და ამას თუ არ აკეთებ, ესე იგი რა გამოდის, რას აკეთებ? ღმერთს ართმევ დიდებას და ბნელის მოქმედებას აკეთებ. სატანაც ცდილობს მაგის გაკეთებას. ღმერთს ართვას დიდება და შვილები და ვერ ხვდები მაგას, რომ ესე გამოგდის. და ნახე, იმ ადამიანისთვის რომ შეგეხსენებია შვილო ჯერ უფალი და მერე შენ და მერე მე ერთხელ, ორჯერ, მესამეჯერ ის ადამიანი უკვე გამოასწორებს ამ შეცდომას და ყოველთვის ღმერთი ევახსოვრება. ორჯერ შესწორება და იმ ადამიანს უკვე ყველგან ღმერთი ახსოვს და რამხელა მადლი წარმოქმენი. და ამ მადლს რომ ართმევ, ესეც გეთვლება, რომ იცოდე, ცუდად. და ვინც ამ კანონს არ იცავს და რეაქცია არ აქვს და არ ახსენებს ადამიანს ღმერთს, მე რა ხდება, რა იმართებათ ესეთ სულიერ მოღვაწეებს? დეგრადირებას იწყებენ. ბოლოს ღმერთად აცხადებენ თავის თავს, ან უბრალოდ ღმერთის ადგილს ისე იკავებენ, რომ ადამიანებიც ვერ ხვდებიან ღმერთის ადგილი როგორ დაიკავა მათ გულში. მაგის საფასური არის სიბნელეში ამოყოფა თავის, როცა შენ რეაქცია არ გაქვს ესეთ ნათქვამებზე. ბოლო გელოდება ეს, ღმერთის ადგილზე იკავებ თავს და ბნელში ვარდები, ამიტომ გარანტირებულად ამას თუ არ აჩერებ და შენთან ყოველთვის მოვა ადამიანი, ყოველთვის და ყოველთვის მთელი ცხოვრება გეტყვის ესე და შენ მთელი ცხოვრება ამას უნდა ებრძოლო სიყვარულით და ჩაუსწორო და გააჯანსაღო, ამით მრევლი იქნება ეს თუ შენი მსმენელი და შენ ამას არ აკეთებ და აზრადაც არ მოგდის თავში ეს რატომღაც ეთყობა ძალიან ქსიამოვნებს შენ რომ გადიდებენ და საერთოდ უფალი რო არ ახსოვთ მაგ მომენტში, თორე უფალზე ილაპარაკებთ მე 9 საათი რა აზრი აქვს მე 9 საათი ილაპარაკო უფალზე და გავიწყდა თავარი რომ ჯერ უნდა გახსოვდეს უფალი მადლიერებაში და ყველაფერში და მრევლსაც დაავიწყე ეგ და მე თუ გინდა 10 თვე ილაპარაკე გადამულად ღმერთზე აზრი არ აქვს ვერ ხვდები? ამიტომ ბნელი და დემონები და ესენი აი ზუსტად მასეთ ფარულ ცოდვებში გაგდებენ და იზრდება ეს და მე უკვე ვეღარ ხვდები როგორ გახდი გაფოფრილი და ბნელში. ატარიდან იწყება ყველაზე დიდი ბოროტება. დაიმახსოვრე ეს. ის სარეველა უნდა ამოძირკოს სანამ გაიზრდება. ბნელი აგურ უშენებს ადამიანს, ბნელის ტაძარს და მე ამ ტაძარში ალოცინებს თავის მდგომარეობით. რამდენმა ააგო ბნელის ტაძარი და რამდენი ლოცულობს ამ ტაძარში გაუცნობიერებლად. შენთან რომ მოვიდა ადამიანი და გადაარჩინე და მადლობას გიხდის მთელი გულით და ღმერთმა გააკეთა ეს და შენ ამაზე რეაქცია რომ არ გაქვს და არასწავლი ადამიანს და შენც არ უკუაგდებ ამას, შენში დაითესა ბნელი
ბნელის თესლი და 10 და 20 და 200 რომ გეუბნება 200 თესლია ბნელის დათესილი და ამოდის მე ბიბინა ბალახივით და ვეღარ ხედა ვეღარაფერს და ვეღარ წხვდები სათხარა რომ ბალახებში ხარ ჩაფლული მთლიანად ჰორიზონტს ვერ ხედავ მზესაც ვეღარ ხედავ იმდენი ბნელის თესლი დაგეთესა და ეს მარტო ერთ წახნაგში და რატო გემართებათ ეს იმიტომ რომ არ იცნობთ ღმერთის მტერს თქვენს მტერს ბნელს თქვენ საერთოდ არ იცნობთ არ ჩავმარგებს არაფერი არ იცით ამ ყველაფრის შესახებ არც კი ფიქრია და გერევიან ამიტომ თორემ შენ ეს არ გინდა ხო ასევე მეორე საკითხი ფუნდამენტ შევეხები ადამიანი რომ დაგლოცავს ეს ყველას ეხება შენ თუ არ დალოცა უკან ეს არის იგივე როგორც ეხა ღმერთი გამოგეცხადოს და ზურგი შეაქციო პირდაპირ ერთი და იგივეა რატომ იმიტომ რომ იმ ადამიანში ღმერთი გლოცავს შენ და შენ არ პასუხობ ლოცვით უკან ეს იგივეა ღმერთს შეაქციო ზურგი ნახე ადამიანმა დაგლოცა შენ კაი ბიჭი ხარ და გაუღიმე მე რა რო გაუღიმე ზურგი შეაქციე შენ ღმერთს შენ უკან უნდა დაგელოცა ის ნახე რა ხდება დალოცვის დროს მე რომ დაგლოცე შენ და შენ რომ დამლოცე მე შენი ლოცვა და ჩემი ლოცვა გაერთიანდა და წარმოიქმნა 10 ჯერ და 20 ჯერ მეტი ღვთიური ენერგია ვიდრე მე და შენ ერთმანეთში გავეცით და ორივე მივიღეთ ეს ენერგია მადლი მაგრამ მე თუ დაგლოცე შენ და შენ გამოგრჩა ეს და არ მიპასუხე იგივე 20 ჯერ მეტ მადლს მივიღებ მე მეთვლება შენ გეთვლება როგორც ზურგი აქციე ლოცვას და ცუდია ეს ესეთ ტექნიკურ საკითხებს ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს რომ ვერ დაიჯერებს საერთოდ და არ გასწავლიან ამ ყველაფერს ხალხო და ამიტომ გაქვთ ბევრი პრობლემები თავადაც არ იციან არც ეძიებიან ვერ შვებიან რატო ვერ შვებიან ეხლა ხო ხვდებით რა ხდება პრობლემებია ამიტომ დაუკვირდით ერთმანეთს ვის როგორ მიმართავთ სიტყვებს აქვს ფუნდამენტი რატო იყო ჯერ სიტყვა და მერე სხვა დანარჩენი ვერ ხვდებით ფუნდამენტია სიტყვა და მათი კოლაბორაცია გაერთიანება თანწყობა ამიტომ ყველაფერს ღრმად უნდა ჩახვიდეთ თუ გინდათ რომ იყოთ კარგად მოდი ესე გეტყვით კარგად ის კი არა რომ იწვალო იჯახირო და მაინც დაჯახირო არ უნდა იყოს შენ ესე კაცო შენ რო ლოცულობ ამდენს აკეთებ შენ უნდა იყო კარგად მაგრამ ესეც შეცდომებს უშვებ ამიტომ არ დაუშვათ ესეც შეცდომები თუ ვინმე ხიფს გთავაზობს დაუკორექტირე უთხარი ჯერ ღმერთი მერე შენ მერე მე თუ ვინმე გლოცავს დალოცე უკან და იქნები კარგად დაგლოცოს უფალმა დალოცულები ვიყოთ ყველანი ამინ